Biznes Center სასტუმრო რუსთავის ხელმძღვანელობა სოკარ ჯორჯია გაზისგან პასუხს უკვე რამდენიმე დღეა უშედეგოდ ელოდება. გაზმომარაგების კომპანიამ სასტუმრო რუსთავს ბუნებრივი აირის მიწოდება ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე შეუწყვიტა. შედეგად ზიანი მიადგა არა მხოლოდ Biznes Center-ს, არამედ ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც ცენტრის მოიჯარია. დაზარალებულთა შორის ქვემო ქართლის ტელეკომპანიაც აღმოჩნდა. რა პასუხი აქვს სოკარ გაზს და რას ასახელებს გაზის შეწყვეტის მთავარ მიზეზად? უპასუხისმგებლო ქმედება, არასწორად მიღებული გადაწყვეტილება, ბრალდებები სოკარ ჯორჯია გაზს და გაზმომარაგების კომპანიის არგუმენტი თამთა ცირამუას სიუჟეტში. ქართლის რეგიონში ერთადერთი ბიზნეს ცენტრი, რომელიც ბოლო რამდენიმე დღეა ოლიმპიადის გამო სტუმრების განსაკუთრებით დიდ რაოდენობას ემსახურება, რამდენიმე დღეა ბუნებრივი აირის გარეშეა. გაზმომარაგების კომპანიამ სასტუმრო რუსთავს გაზი ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე იმ მოტივით შეუწყვიტა, რომ ტექნიკურად გაუმართავი ქსელი და დაბალგამტარიანი მრიცხველი აქვს დამონტაჟებული. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მრიცხველი ბიზნეს ცენტრმა გაზის კომპანიის რუსთავგაზის ახლანდელი სოკარ გაზის რეკომენდაციით შეიძინა და მისივე ტექნიკოსების მიერ შესაბამისი მიღება ჩაბარების აქტის საფუძველზე დაამონტაჟა. დამონტაჟების სამუშაოები 2011 წელს განხორციელდა. სასტუმრო რუსთავის არქივში ეს დოკუმენტი ინახება. 2011 წლის იანვარში გაფორმდა ხელშეკრულება ბიზნეს ცენტრ სასტუმრო რუსთავსა და იმდროინდელ სააქციო საზოგადოება რუსთავგაზ შორის. ხელშეკრულება გაფორმდა იანვრის დასაწყისში, ამის შემდგომ რუსთავგაზმა ჩაატარა გაზიფიკაციის სამონტაჟო სამუშაოები, მათ შორის მიგვითითეს, რომ ესე და ეს მრიცხველი შეგვეძინა, შევიძინეთ ეს მრიცხველი და ეს მრიცხველიც მათ მიერ იქნა დამონტაჟებული. ამისათვის არის გაფორმებული გვაქვს ხელშეკრულება თავის დროზე, შემდგომში მათ წარმოდგენილი აქვთ ანგარიშ ფაქტურა და ჩვენ გადახდილი გვაქვს დაახლოებით 800 ლარი არის, 800 ლარამდე არის ეს თანხა გაზიფიკაციის სამუშაოები. ანუ ყველა ეს სამუშაო, მათ შორის მრიცხველის მონტაჟიც განახორციელა იმდროინდელმა სააქციო საზოგადოება რუსთავგაზმა. ანუ ჩვენი ნებიდან, ჩვენი სურვილთან, ჩვენი შეხედულებით იქ არც რაიმე სამუშაო გაკეთებულა და არც მრიცხველის შერჩევა ბუნებრივი არ მოხდა. რომ არ ყოფილიყო ეს სათანადო მრიცხველი, ბუნებრივი არ დაამონტაჟებდა რუსთავგაზი, ხო? ეს ფაქტი არის, ამიტომ მოყოლით არ ვსაუბრობთ, ამაზე დოკუმენტები გვაქვს. როგორც ბიზნეს ცენტრის ადმინისტრაციაში აცხადებენ, გარდა ტექნიკური გაუმართავობისა, გაზის გათიშვის ერთ-ერთ მიზეზად სოკარ გაზის წარმომადგენლობა მრიცხველებს ასახელებს, რომლებიც სასტუმროში აივანზეა დამონტაჟებული. ცენტრის დირექტორის თქმით, აღნიშნული შესახებ გადაწყვეტილება 2015 წლის თებერვალში მომხდარი გაზის გაჟონვის ფაქტის გამო მიიღო. დირექტორი ამბობს, რომ მრიცხველები საკონტროლოა, რადგან გაზ სპეციფიური სუნი არ აქვს. სოკარ ჯორჯია გაზ თავის საკონტროლო მრიცხველი უყენია იმ ტერიტორიაზე, რომელიც სასტუმრო რუსთავის ტერიტორიას სცილდება. შიგნითკენ გაზის ქსელი როგორ აქვს მოწყობილი და როგორი საკონტროლო მრიცხველები გვაქვს დაყენებული, ეს არის ჩვენი საკითხი, ხო? სხვადასხვა ადგილზე ხმარობთ გაზს და აკონტროლებთ ჯერ ერთი რამდენი ხარჯება და მერე მეორეც. ეს საკონტროლო მრიცხველი დაყენებული იყო იმისათვის კიდევ ერთი მიზეზი, რომ ჩვენთან მოხდა გაზის გაჟონვა. ამ გაზს არ აქვს სუნი. ანუ საკონტროლო მრიცხველების და მიმართულებების დაქსელვა ემსახურება სწორედ კონტროლს, რომ გაზის ასეთი დაკარგვა და დანაკარგი არ მოხდეს. ეს არის და ეს. სოკარ ჯორჯია გაზში აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა. კომპანიის წარმომადგენელი ქრონიკასთან საუბარში აცხადებს, რომ მისივე თანამშრომლების მიერ 2011 წელს დამონტაჟებული მრიცხველი და შედგენილი პროექტი ტექნიკურად არც გამართული და არც გამართლებულია. მისივე თქმით, დარღვეულია ტექნიკური პირობა. გაზს კი სასტუმრო რუსთავი იმაზე მეც მოიხმარს, ვიდრე ეკუთვნის. თუმცა სასტუმროს ხელმძღვანელის თქმით, რეალობა სხვაგვარია. ჩვენი თანამშრომლების დათვლის შედეგად საათური მოხმარება 1 საათში, რაც ჩვენი დედამრიცხველი ატარებს, რომელი მრიცხველზეც ლაპარაკია, უნდა შეგვეცვალა, იმის მერე რაც დანადგარებული და 20 კუბით საათურად მეტ გაზს მოიხმარს. დანადგარების მიხედვით რომ დავთვალე. თქვენი ეს ინფორმაცია უნდა დადასტურებული გაქვთ და ამის ნახვა შეიძლება. ყოველას არ არიცავს, პირიქით არ არიცავს გაზს. ის მრიცხველი, იმიტომ რომ გაზს მოიხმარ დანადგარები მეც, ვიდრე ეს მრიცხველი, ანუ არასწორად ხდება აღრიცხვა გაზის. და მათი საათური ხარჯვა რაც აწერია ზე და რა მარკისაა და თავის მარკის მიხედვით დავითვალეთ და გადავეტება აქ საათში 20 კუბი. 2 წელია უკვე სოკარ გაზი არის და მას აქვს ყველა ჩვენი მონაცემი, ყოველთვიური, ყოველდღიური მოხმარება. იღებს ხო მონაცემებს თავის მრიცხველიდან. რა მოხმარებულ რა გაზს ვიხმართ ჩვენ. ყველაზე პიკურ შემთხვევაშიც კი სანახევროთაც არ იქნა დატვირთული მრიცხველი. ანუ რაზე ვსაუბრობთ საერთოდ? ეს არის მორიგი ტყუილი. მრიცხველი არის 6 კუბამეტრის გამტარი საათში, ჩვენ 2.8-ზე 2.5-ზე მეტი არასოდეს მოგვიხმარებია საათში. ეს არის კიდევ ერთი ფაქტი. ამიტომ აბსოლუტური ანუ არ არის ეს მიზეზი, ეს არის მოგონილი მიზეზი, რომ თქვა არასათანადო მრიცხველი დგას იქ.
გარდა ამისა, თუ რიცხველი არასათანადოა, ამაზე წერილობით უნდა მოიწერონ და უნდა გვითხრა. რაც შეეხება შეკითხვას, რატომ გამოიყენა სოკარგაზმა სადამსჯელოდ უკიდურესი ფორმა და შეწყვიტა გაზმომარაგება, გელა წერეთელი ამბობს, რომ ბიზნეს ცენტრი 6 თვის წინ წერილობით, რამდენიმე დღის წინ კი სიტყვიერად გააფრთხილა. თუმცა სასტუმრო რუსთავის ადმინისტრაციისთვის გაგზავნილი წერილის ასლი ქრონიკას არ წარუდგინა. ბიზნეს ცენტრის დირექტორი აცხადებს, რომ არც გაფრთხილების და არც სხვა შინაარსის წერილი მას სოკარგაზისგან არ მიუღია. გავაფრთხილეთ ეს პიროვნება რომ მოსულიყო ჩვენთან აქ დაველაპარაკებით რომ რამ რიცხვით უნდა შეეცვალა არსებული მრიცხველი რაზედაც არ მოვიდა მეორე დღის მივედი კიდე დილით რო უთხარით რომ არ შეიძლება სიტყვიერი გავაფრთხილოთ წერილობით გავაფრთხილეთ 1-6 თვის მომძანდით წარმოადგენთ სათანადო დოკუმენტაცია სოკარგაზი რასაც ამბობს რაც გავიგეთ რომ ამბობს არის აბსოლუტურად ყველაფერი ტყუილი პირველი დავიწყოთ იქიდან რომ გავაფრთხილეთ დირექტორი მე ვარ მალხაზ ალბორაშვილი ნებისმიერმა თანამშრომელმა მოვიდეს მითხრას რომელიმე საუბრა ან რომელმა დარეკა ჩემ ტელეფონზე შეგვიძლია ამოვიღოთ ეს ხო ფაქტები არის ამისი მოტყუება ხო არ შეიძლება არავის არ წერილობი და არ სიტყვიერად ჩემთან არ უსაუბრია სასტუმრო რუსთავის ხელმძღვანელობა შესაბამის ორგანოებს მიმართავს, რადგან როგორც დირექტორი აცხადებს, გაზმომარაგების კომპანიამ სასტუმროთან დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და ფინანსურადაც საკმაოდ დიდი ზარალი მიაყენა. საკითხით ალბათ ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის სემეკიც დაინტერესდება. თუმცა სხვა მხრივ საინტერესოა, როგორ მუშაობს სოკარგაზი მცირე საწარმოებთან და მოსახლეობასთან. ადგილობრივ მაცხოვრებლებს არ ემსახურებიან მუშაჯგუფები, რომელთა გამოძახება გაზის გაჟონვის დროს არის შესაძლებელი. გარდა ამისა, მუდმივად პრობლემურია გაზდანადგარების მონტაჟის სპეციალისტების მხრიდან, რაც არც თუ ცოტა ფატალურ შედეგს იძლევა. რომ აღარაფერი ითქვა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე და ეგრეთ წოდებულ დაქსელვაზე, თეთრ ქსელზე, რომელიც საცხოვრებელ კორპუსებს გაურკვეველი შემცველობის მილებით გარს არტყავს.